მართალია ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არ არის გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან, თუმცა ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელსაც ითვალისწინებენ ხოლმე ევროპული სახელმწიფოები, როცა სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით საკუთარ პოლიტიკას და დამოკიდებულებას აყალიბებენ და შესაბამისად მნიშვნელოვანი დოკუმენტია მათთვის. ოპოზიციურ პარტიებში მათ ვინც ეს დოკუმენტი წაიკითხა, აქვთ ასეთი შთაბეჭდილება, რომ არაღიარების პოლიტიკა გრძელდება. ეს დოკუმენტი, რომელიც გუშინ საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა, არის წინა რეზოლუციებზე უფრო მკაცრი ტექსტი, სადაც მოთხოვნილია დასანქცირება კონკრეტული პირებისა, ვინც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და გარდა ამისა, ეს არის დოკუმენტი, რომლითაც ევროპარლამენტი მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. სხვა შემთხვევაში დამოკიდებულება ქართული ოცნების მთავრობის მიმართ არ შეიცვლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი გააგრძელებს ქართული ოცნების არაღიარებას და მის არალეგიტიმურად გამოცხადებას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას მხოლოდ ერთი გზა აქვს და სხვა ბევრი ვარიანტი არ აქვს მას ლავირების, რომ ერთადერთი არჩევანი, რასაც ქვეყნის შიგნით მოქალაქეების პროტესტი და ქვეყნის გარეთ მოქალაქეებისადმი ევროპარლამენტარების თუ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა მას უტოვებს, არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. სხვა შემთხვევაში ის ისევ დარჩება იზოლირებული და მას უფრო მძიმე მომავალი ელის. ოპოზიციაში ამბობენ, რომ გაგრძელდება ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მას მოუწევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და მისი გადაწყვეტილებებივე აჩვენებს, რომ ეს სანქციები არ არის იმდენად უეფექტო და უშედეგო, როგორადაც წარმოაჩენს თავად ქართული ოცნება. ქართულ ოცნებას აქვს ერთადერთი შანსი ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი წესებით, ახალი ცესკოს მიერ და თავისუფალ დემოკრატიულ პირობებში. არც ერთი სხვა შანსი ამ ბოროტმოქმედ რეჟიმს, კრიმინალურ ფორმირებას, სახელად ქართული ოცნება არ გააჩნია. არავითარი ნორმალიზება, არავითარი ინვესტიცია, არავითარი პერსპექტივა, რომ რაიმე შეიცვალოს მათთვის სასიკეთოდ, არ არსებობს და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპული კონტინენტის და ევროპული კავშირის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ. ანგარიში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ევროპის კავშირის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს მოუწევთ აუცილებლად ამ ანგარიშს მიაქციონ ყურადღება და გაითვალისწინონ აუცილებლად თავიანთ შემდგომ ქმედებებში და გადაწყვეტილებებში და ახლა არჩევნებთან დაკავშირებით რა ჩანაწერიც არის, ეს ჩანაწერი არის ქართული ოცნების მისამართი, თუ ახლა ეს ყველაფერი არ იქნება, ძალიან ნათლად ჩანს, რომ ეს ანგარიში ბევრად უფრო მძიმე იყო, ვიდრე ყველა სხვა წინა ანგარიში და რეზოლუცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი საერთაშორისო იზოლაცია ღრმავდება და ამ საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის არანაირი ალბათობა არ არსებობს და ეს არის სრულიად შეუქცევადი პროცესი. თუ ყურად არ იყო ამ თვითმარქვია ამ ხელისუფლებამ დაამთავრებს ძალიან მძიმედ. უბრალოდ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს მეერ სიბერეთში გაცნობიერება თუ რა ტრაგიკული შესნოა დაუშვა მან და ძალიან მძიმედ წარიმართება მისი ცხოვრებისეული ბედი, ისევე როგორც მისი გარემოცვის. რომ არა ვთქვათ იმაზე, რომ ქვეყანას მიაკუთვნებენ მიაკანებენ და ყოველი მათი გადაწყვეტილება ქვეყანას აქცევს ფაქტობრივად იზოლაციაში, რასაც შემდეგ ბევრი სხვა ეკონომიკური თუ პოლიტიკური შედეგი მოყვება. ამ თემაზე ამ წუთებში საუბრობს ირაკლი კობახიძე, მის კომენტარს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება. ამ სიტუაციაში როგორ უნდა განავითაროთ ქვეყანა, რა ხედვა გაქვთ მაშინ თუ კრიზისი არის მხოლოდ ოპოზიციაში. არავითარი კრიზისი არ არსებობს, ოპოზიციაში არის უმძიმესი მდგომარეობა, ტრაგიკული მდგომარეობა, ეს არის თუ რაიმე შეიძლება ეწოდოს კრიზისი. ოპოზიციაში არსებობს მათ შორის მოწოდება ევროპარლამენტიდან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უნდა მოემზადოს მონაწილეობის მისაღებად ოპოზიციური სპექტრი. ამ მოწოდებამ გამოიწვია თუ არა კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა თქვენს ოპონენტებში? თავისთავად ეს მოწოდებაც საინტერესოა, გარედან კარნახობენ ოპოზიციას იმას თუ რა უნდა გააკეთონ. თვითონ ვერ იღებენ დამოკიდებლად გადაწყვეტილებებს და გარედან კარნახობენ ამ ყველაფერს. და მე ამასაც ვფიქრობ, რომ მიუხედავად ძალიან ხმამაღალი განცხადებებისა, რაც საკეთებენ მაგალითად ნაცმოძრაობის საორმადგენლები, ასევე ახალი საორმადგენლები, მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მათ შეუძლიათ ამ ყველაფერსაც გადაუსვან ხაზი. დღეს ისინი ასე ვთქვათ ბრჭყალებში აბულინგებენ სხვა პარტიების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს იმისათვის, რომ მათ სურთ
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, როდესაც ისინი მიიღებენ გარედან ინსტრუქციას და მე მგონია რომ ისინი საკუთარ გადაწყვეტილებასაც შეიცვლიან, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს იქნება რა თქმა უნდა უკიდურესად დამამცირებელი. ხო, ადრე სხვა საბულინგებდი, ეხლა შენ თვითონ იღებ არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა ეს იქნება მათი დამცირება, მაგრამ ისინი ნებისმიერ დამცირებაზე მოაწერენ ხელს, ხო, რაც წარსულშიც არაერთხელ გავუკეთებია. საკადრო ცვლილებებზე უნდა გითხოთ ბატონო ირაკლი. დაასრულეთ საკადრო ცვლილებები თუ კიდევ აპირებს უპასუხობდა მე თქვენ. გენპროკურორს რაც შეეხება, გენპროკურორის დასახელება არის საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილება და შემდეგ გენპროკურორის არჩევა არის პარლამენტის უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, ჯერ დაველოდოთ საპროკურორო საბჭოს, შემდეგ პარლამენტს და როდესაც ეს ორი ორგანო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მერე გაგცემთ დაკითხვაზე. რის გამოწავდა კაპიტაშვილი დაასრულეთ საკადრო ცვლილებები ბატონო ირაკლი თუ იგეგმება ძვენ არის სუბიექტური ამბავი, შეგიძლიათ დაიჯეროთ, შეგიძლიათ არა. ეს არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გჭირდებათ ნახეთ ბატონო გიორგი კაპიტაშვილი და ნერვულობ კაცო. ასე კითხვის დასმასებით დავიწყეთ ამას. შვედეთის საელჩო რომ შვედეთიდან არ ხდება, თუმცა საპასუხო შალბაკოშუმა გამოაქვეყნა ვიდეო შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, სადაც ამბობს, რომ პროტესტობდა გაგრძელდეს, ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ პროტესტში, პარალელს ავდებს ასე მაიდნის რევოლუციასთან და ასე შემდეგ. რას გეუბნებათ ძველი ვიდეო და უკვე ახალი განცხადება? ერთი ეს ვიდეო არის რა თქმა უნდა უტყუარი მტკიცებულება, ხო, პირდაპირ ხალხი სცენაზე იყო ასული, პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდნენ, მაიდანზე მითითებებს აკეთებდნენ. ეს არის ფაქტები, ხო? ამიტომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ნახეთ ევროპელებთან, ვამბობთ რას, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები. მოით ამას დაუპირისპირეთ ფაქტები, ან ტყუილები კი არა, ან ზოგადი განცხადებები კი არა. ფაქტს დაუპირისპირეთ ფაქტი. როდესაც ჩვენ გეუბნებით, რომ თქვენ ახალისებთ ექსტრემიზმს, ამას გიმტკიცებთ ფაქტებით, ვიდეოებით, თქვენი დაფინანსების პრაქტიკით, ხო? პირდაპირ ფაქტები გვაქვს, როგორ აფინანსებენ ეს ადამიანები ექსტრემიზმს ჩვენს ქვეყანაში, ხო, ფაქტებით გელაპარაკებით და იქიდან მოდის ზოგადი ფრაზები, უფრო ხშირად მოდის ასევე ტყუილებიც. ეს სამწუხაროა, ხო, ფაქტს მოდით დაუპირისპირეთ ფაქტი. ეს ხო იქნება ევროპული მიდგომა, მაგრამ ევროპული მიდგომის მაგურად პასუხობენ საბჭოური მიდგომით. საბჭოური მიდგომა არის ტყუილი, ზოგადი საუბრები, ეს არის ძალიან სამწუხარო და დასაკვირვებელი. საწარმოების რეფორმაზე მინდა გითხოთ. თავრობის ოფიცერი ყოფილიყო გუშინ ბრიტანეთის საელჩოში. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს იყო ერთ-ერთი დიპლომატის გაცილება. თუ მართლაც ასეთი ღონისძიება იყო, უნდა ყოფილიყვნენ თუ რა თქვა ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ან რა ვერსია გაქვთ, რატომ შეიძლება ყოფილიყო ოპოზიცია ბრიტანეთის საელჩოში შეკრებილი? ზოგადად მიდგომა, უკვე თქვი რაც არის ჩვენი ოპოზიციის, ისინი დადიან ინსტრუქციების მისაღებად, ხო? საკუთარი აზრიც არ აქვს, პირდაპირ არის ჩვეულებრივი აგენტურა, დადიან სხვადასხვა უცხოურ ოფისში ინსტრუქციების მისაღებად, დავალებების მისაღებად და მერე ასრულებენ ამ დავალებებს, თუმცა კარგი ის არის, რომ ამ დავალებების შედეგად საბოლოო ჯამში ნადგურდება ისევ ოპოზიცია, ხო? გარედან რთულია პულსზე ასე ვთქვათ ხელის დაჭერა და პულსის შეგრძნების ქონა. აქედან გამომდინარე, გარედან ისინი იღებენ ხოლმე ესე დავალებებს, რომელიც ისევ და ისევ ოპოზიციის განადგურებას იწვევს. იარონ ასეთ თათბირებზე მიიღონ ინსტრუქციები, დავალებები, სადამდეც მიიყვანა ოპოზიცია ამ ყველაფერმა უკვე ნახეთ, სადამდეც მიიყვას მომავალში, ამასაც ნახეთ. აზრების ოპტიმიზაცია და ასეთად ფასდება ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომელთა გამოყენებასაც უკვე შეუდექით ქართული ოცნება. თქვენ ამ საქმეში პირადად ხართ როგორც აღმოჩნდა ჩართული და ითხოვთ, რომ კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებმა აღარ გამოიყენონ კონკრეტული სიტყვები. არ დაიზარეთ და ჩამოწერეთ კიდეც ეს სიტყვები და ფრაზები. მე რას გვეტყვით ამის შესახებ? ჯერთი ცენზურა გამოვიყენოთ სიტყვა არალეგიტიმური. ცენზურა არაფერ შუაშია, ცენზურა არაფერ შუაშია. რეალურად არის სტანდარტები დადგენილი უკვე მრავალი წელია ჩვენს კანონმდებლობაში, უბრალოდ არსებობდა ამის ახსულების მექანიზმი. ხო, ის რომ საინფორმაციო გამოშვება უნდა იყოს ობიექტური და ნეიტრალური, ეს არის საერთაშორისო მედია სტანდარტი, ხო, რა შუაში აქვს ცენზურა. ეს სტანდარტები საქართველოში მოქმედებდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მრავალი წლის განმავლობაში, უბრალოდ არ იყო გათვალისწინებული ახსულების მექანიზმი. რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა გაწერა ახსულების მექანიზმები და ამის საფუძველზე განხორციელდა მიმართვა შესაბამისი ორგანოსადმი. ხო, რა შუაში აქვს ცენზურა? ობიექტურობის სტანდარტები. სიტყვები აღარ უნდა გამოვიყენოთ, ბატონო ირაკლი, რა სიტყვების თქვენ გაღიზიანებთ, ის აღარ უნდა გესმოდეთ ეთერში. ეს სტანდარტების, ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება ცენზურად. პირიქით, იმისათვის, რომ სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს მედიაში, საჭიროა დაცული იყოს ობიექტური სტანდარტები. ხო, კულტურის
უზრუნველყოფა არ არის ცენზურა. თქვენთვის შეიძლება ეს იყოს ცენზურა, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ყველამ უნდა იზრუნოს ჩვენ საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებაზე, შესაბამისი მიმართულებები და კონკრეტულად ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბება. რა სიტყვები არ უნდა გამოვიყენოთ ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება გითხარით. თქვენ ამბობთ ჩვენთვის არის ეს ცენზურა, მაგრამ რეალურად თქვენ უნდა გადაწყვეტოთ რა სიტყვებს გამოვიყენოთ. ბალანსი როგორ იგი ანუ ორივე ყველა მიმართულებით. ნახეთ, ეს კანონი თანაბრად ეხება ყველა მედია საშუალებას, ხო? ნიშნულობა არ აქვს რომელი ტელევიზია რა ტერმინებს იყენებს, ხო? მაგალითად, თუ ერთი მიმართულებით გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, მეორე მხარესაც გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, ხო? საინფორმაციო გამოშვებებზეა საუბარი. საინფორმაციო გამოშვებაში თუ გაინტერესებთ ამ კითხვაზე პასუხი, თუ გამოიყენება მაგალითად ასეთი ტერმინები, როგორიც არის მაგალითად რადიკალური ოპოზიცია, ამ ახალი კანონის მიხედვით ეს ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ სადაც გვაინტერესებდა, იქ გავაკეთეთ მიმართვა და თუ ვინმე საინტერესებს. არა, თუ ვინმეს, ჩვენ სადაც გქონდა სუბიექტური, რა თქმა უნდა, როცა პარტია მიმართავს ვინმეს, მას სუბიექტური ინტერესი ამოძრავებს ბუნებრივია. როდესაც პარტია მიმართავს, პარტიას ამოძრავებს სუბიექტური ინტერესები. არის სხვა პარტიები, მათაც შეუძლიათ მიმართონ და ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს კულტურის ჩამოყალიბებას. ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ისეობრონ ცენზურაზე, რაც ტყუილია, ხო, ჩვეულებრივი ტყუილია. ნაცვლად ამისა, მათ ასევე უნდა შეიტანონ წვრილი შესაბამისი კულტურის განვითარება. შესაბამისად, თუ მათ მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ტელევიზიები საკუთარი გამონათქვამებით არ ღვევენ ობიექტურობის სტანდარტებს, მათაც უნდა მიმართონ შესაბამისი ბალანსი როგორ უნდა დავითვათ, როცა თქვენ არ მოდიხართ ჩვენს ეთერებში და ქართული ოცნების წარმომადგენლები უარს ამბობთ, რომ პასუხება არ არის, ჩვენი საქმეა სადარმოა თუ გადაწყვეტ, მოვალთ, თუ არ გადაწყვეტ არ. თუ არ მოხვალთ ბალანსი როგორ უნდა არა, ამ შემთხვევაში მაგრამ მედიის სტუმრობაზე როცა არის საუბარი, თუ მოწვევა იქნება ტელევიზიის მხრიდან, ამ შემთხვევაში ტელევიზია თავისი მხრიდან არ დაარღვევს ბალანსს. აქ მარტივად არის ძალიან საქმე. ამიტომ სანერვულო არ ხდება. ბატონო? პრობლემა რატომ არის რომ მიხვიდეთ ეთერში პასუხი? არც მე შემიძლია ხვალ, რა ვიცი, რომელიმე პარტიის ოფისშიც მივიდე, ესე შემიძლია გავაკეთო, როცა გადავწყვეტ, ამას გავაკეთებ. საკადრო ცვლილებებზე კითხავთ თუ შეიძლება ბატონო ირაკლი, ერთი იყო გაბიტაშვილი, თავისით წავიდა თუ არა, ამაზე არის ჯერ კიდევ კითხვები. კიდევ გეგმავთ საკადრო ცვლილებებს თუ დასრულებულია ეს ცვლილებები? მაგალითად კახაკალაძე ისევ იქნება მერი თუ იგეგმება რომ ისიც აღარ ვიხილოთ დედაქალაქის მერის. პირველ რიგში აჩხა კონკრეტულ გვარებს. გიორგი გაბიტაშვილი არის ღირსეული კაცი და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ის დაიკავებს ძალიან მაღალ თანამდებობას პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ის გახდება ქვეყნის გენერალური აუდიტორი, ეს ერთი. აჩხება კახაკალაძეს ამასთან დაკავშირებით მე ჩემი პოზიცია არაერთგზის დავაფიქსირე, ჩემი აზრით ის არის უალტერნატივო თბილისის მერის პოზიციაზე. ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო აზრი. აჩხება სხვა ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ზოგადად ვერაფერს გამოვრიცხავთ. ასევე მე ზოგადად შემიძლია გითხრათ ერთი რამ. თქვენ ხედავთ, რომ ყველა ცვლილება წაადგა სწორი მიმართულებით შესაბამისი დარგების განვითარებას. ამის მაგალითად ვისაუბრე გუშინ, როდესაც საზოგადოებას წარუდგინა მონაცემები რკინიგზასთან და ენერგეტიკასთან დაკავშირებით, ხო? იმის გამო რომ განხორციელდა ცვლილებები, ჩვენ მარტო რკინიგზაში და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში შევძელით 52.5 მილიონი ლარის დაზოგვა. ეს არის მინიმალური მაჩვენებელი, ხო, ცვლილებების შედეგად. ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც იყო ცუდი და ვიღაცა არის კარგი, ხო, ამას არ ნიშნავს. განახლება ჭირდება ყოველთვის, ბუნებრივია ნებისმიერ სისტემას და ჩვენ ზრუნავთ განახლებას იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ არის რეალურად ოპოზიცია, ხო? ანუ ოპოზიცია უნდა ასრულებდეს სინამდვილეში იმ როლს, რასაც ქვია ხელისუფლების ფორმაში ყოფნა. ოპოზიცია ქვეყანაში არ არის, ასე დროს ჩვენ იძულებული ვართ, რომ საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში, ამიტომ ზრუნავთ მუდმივად სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე და ამან მოიტანა უკვე კონკრეტული შედეგები. ხო, კიდევ ერთხელ გუშინ ამ მაგალითზე ვისაუბრე, 52.5 მილიონი ლარი მინიმუმ
დაიზოგა მარტო ენერგეტიკის სექტორში და რკინიგზის სფეროში. ისთვისაც რა თქმა უნდა. რამდენი კაცის გასა გავაგრძელებთ თუ შეიძლება კითხოს თავად მისი ეკონომია იყოს მიწვეული. მე ფიქრობ, რაც შეეხება ოპტიმიზაციას, მე ფიქრობ, რომ როდესაც პროცესები გაგრძელდება, მე მგონია, რომ ჩვენ მთლიანობაში, არა მარტო სახელმწიფო საწარმოებებში, მთლიანად შევძლებთ 100 მილიონს გადავსდეთ ოპტიმიზაციის ნაწილში, რაც ბუნებრივია მოხმარდება თავიდან ბოლომდე ეკონომიკურ რამდენი ადამიანს გავაგრძელებთ თუ შეიძლება ბატონო ირაკლი მისი განცხადება იყო თავად ბუნდოვანი ასევე კალაძის მერობაზე თქვით რომ ვერაფერს არა მაგაზე არ მეთქავს მე სხვა საკადრო ცვლილებებზე თქვი რაც შეეხება კახაკალაძის პირიქით თქვი რომ ჩემი აზრით აბსოლუტურად ალტერნატივაა კახაკალაძის კანდიდატურა თავად სურს ბატონო ირაკლი იმიტომ რომ მან რამდენიმე დღის წინ ახალი კომპანია დააფუძნა ასევე ვიცით რომ გუნდოვანი გაზარდა და როგორი არის თქვენი შეფასება და რას უკავშირებთ ამას ყველა ხედავს როგორია ტენდენცია მე შეგახსენებთ რომ ნაცმოძრაობის ექსპერტები გამოდიოდნენ წლის დასაწყისში გასული წლის ბოლოს და წინასწარმეტყველებდნენ რას რომ ლარის კურსი დღეს უკვე უნდა ყოფილიყო 3.1-ზე მეტი და ლარის კურსი დღეს ხედავთ რომ არის ძალიან სტაბილური და უფრო მეტიც ეროვნული ბანკი ახერხებს რეზერვების სწრაფად შევსებას გასული თვეების განმავლობაში, ანუ პირველი ეს პროგნოზი ჩავარდა, ისინი აცხადებდნენ რომ გვექნებოდა მინუსი ეკონომიკური ზრდის კუთხით და ჩვენ 4 თვის განმავლობაში გვაქვს 8.8% ეკონომიკური ზრდა და ამის შედეგია ბუნებრივია ის რომ სავალუტო ფონდმა გაზარდა საკუთარი პროგნოზი 6%-დან 7.2%-მდე, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ 7.2%-ზე მაღალიც გვექნება საბოლოო ჯამში წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდა. ისინი წინასწარმეტყველებდნენ მაღალ ინფლაციას და ინფლაცია არის ასე ვთქვათ 3%-იანი ზღვრის მიმდებარედ, შესაბამისად ყველაფერი არის აბსოლუტურად მყარად და ქვეყანა ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით სწორად, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი, გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და გვაქვს სტაბილური ლარის კურსი, ივსება სავალუტო რეზერვები, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ამას უკავშირდება პროგნოზის გაუმჯობესება, ასევე სავალუტო ფონდის საჭირო ნაწილზე ჩაგეკითხებით ბატონო ირაკლი ისევ თუ შეიძლება მისივე განვახიძის კომენტარი სხვადასხვა თემაზე, როგორც მოისმინეთ, თემაზე, რომელზეც მანამდე ვსაუბრობდით, ევროპარლამენტის რეზოლუცია, გამოიყენა მან ევროპარლამენტარების და ქვეყნის შიგნით ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის, ბევრი ისაუბრა მედიის კანონზე, რომ ეს თითქოს არის მედიის გამოსწორების თუ მისი ეთიკურ ჩარჩოში მოქცევის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან და საუბრობს ცვლილებებზე, რომელიც არ გამორიცხა, ამბობს, რომ სხვადასხვა უწყებაში თუ სისტემაში განახლებას საჭიროებს პროცესი და შესაბამისად არ არის გამორიცხული სხვა გადაადგილებები თუ ცვლილებები ვნახოთ სამომავლოდ, რაც შეეხება კახაკალაძეს, ირაკლი კობახიძე საკუთარ პოზიციას არ ცვლის, რომ ის უკონკურენტო კანდიდატია და სავარაუდოა, რომ მისი კანდიდატურა იქნება შერჩეული თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ასეთია ქართული ოცნების ლიდერის პოზიცია, რაც შეეხება ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ევროპარლამენტის მხრიდან, ამ თემაზე ირაკლი კობახიძეს არ უთქვამს რაიმე განსხვავებული მოსაზრება, რაც ნიშნავს იმას, რომ პოზიციას ქართული ოცნება არ ცვლის, თუმცა მისგან არ ვიცით თავად როგორ ხედავს ქვეყანაში კრიზისის მოგვარების გზებს.